ყველა ვინც ხელს მოაწერს ამათ ლეგიტიმაციაზე, იქნება ისეთივე ქვეყნის გამყიდველი, როგორც ესენი არიან, იმიტომ რომ მაშინ არ უნდა გქონდეს, არ უნდა გვეუბნებოდა ჩვენ, რომ არჩევნები გაგვიყალბეს, მაშინ არ უნდა გვეუბნებოდა, რომ ერთ კვირაში დაბრუნდით, გეგმას გეტყვით. მაშინ არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ შენთან ერთად ხალხი გამავა და ღამეს გაათენებს თესეუსთან შენი ინიციატივით, ანუ როდესაც ეგეთ რაღაცებზე მოყვები, მიუხედავად იმისა, რომ მე შენ შეიძლება არ მომწონხარ, ანუ ცოტა ტიპის რაღაც ცოტა პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს იმაზე, რა მდგომარეობაში არის ქვეყანა და შენს მიღებულ გადაწყვეტილებებზე რაღაცნაირად პასუხი უნდა ააგო და ბოლომდე უნდა იყო პრინციპული. თუ ამ პრინციპულობას არიჩენ და ნებდები რაღაც მომენტში, იმიტომ რომ რაღაცა რაოდენობით ნაკლები ხალხი გამოდის, ვიდრე მაშინ გამოდიოდა და მაშინაც უნდა ითქვას, რომ ის წინააღმდეგობა რაც იყო, მაშინ არ იყო პოლიტიკოსების მიერ წარმოებული, ეს იყო ხალხისგან წარმოებული და იქ წინა ხაზზე შეიძლება წინა ხაზთან დადიოდა, მაგრამ წინა ხაზზე იმ ბრძოლაში ჩართული არც ერთი პოლიტიკოსი არ ყოფილა, იყო აქ ძირითადად საზოგადოება, აი ამ ყველაფრის რაღაც შედარება რო ხდება ხოლმე, აი მე გულწრფელად მიჩნდება და არა მარტო მე, აი ჩემი მოძრაობის სახელით ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ აი არავინ არ მივა არჩევნებზე და მაქსიმალურად უზრუნველყოფთ იმას, რომ არავინ არ მივიდეს იმ არჩევნებზე, რომელშიც მიიღებენ ესენი მონაწილეობას. იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ქვეყნის ღალატი. თუ ვამბობთ, რომ არ ვაკეთებთ რაღაცას, არ უნდა გავაკეთოთ რაღაცა. და კედელს დავეჯახეთ ჩვენ მაშინ, როდესაც მაისში გითხრეს, რომ არჩევნებს უნდა დავლოდებოდით და მაშინ არ მივიღეთ ის, რაც უნდა მიგვეღო. როცა გითხრეს, რომ რაღაც რეფერენდუმია, მე რეფერენდუმი არ გამოდის, იმიტომ რომ რაღაც, ანუ აი იმდენად დაგვაბნიეს ძალიან ბევრჯერ და რაღაცა აი იმდენად არამყარები არიან, რომ აი ამ არამყარობას მგონია, რომ რაღაცნაირად უნდა შენ თვითონ უნდა იყო კედელი რა მაგ მომენტში და უნდა უთხრა არა და სანამ აი ამ ჭოჭმას შეგამჩნევენ ისინი, რომ აი რაღაცა აი ამ ამბავში ხარ ვქნა, არ ვქნა, აუცილებლად გამოიყენებენ და იყენებდნენ ყოველთვის ზუსტად ამ პოზიციას და მიიღებენ იმას, რაც უნდათ რეალურად მათ. ამიტომ მე არ მაქვს ეგეთი შეგრძნება, რომ ჩვენ პირადად სტუდენტები და ხალხი გარეთ რაღაცა კედელს ვეჯახებით, ჩვენ ვართ უწყვეტ წინააღმდეგობაში, ჩვენ ვართ უწყვეტ ბოიკოტში და ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მიაღწია იმას, რომ რაღაცა ცვლილებები გატარდეს. ყველა ვინც მაგ პატარა გარიგებებზე მიდიოდა ამ ქვეყანაში საბოლოო ჯამში აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა. ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ყოველთვის ნაწილი ვიყოთ.